ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებმა 16,000 ლარი გადაურიცხეს. თანხიდან თითოეული ბავშვის ოჯახი 500 ლარს მიიღებს. დარჩენილი თანხით კი მათი ნახევარი წლის კვების ხარჯები დაიფარება. ონკოლოგიის კომუნალური ცენტრის ბავშვთა განყოფილების პაციენტებს დღეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე ესტუმრა. მან პატარებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და ტკბილეული გადასცა. კლინიკაში ონკოლოგიური დაავადების მქონე 15 პაციენტია მოთავსებული. მათთვის ახალი წლის დღეებში თაძმიდის პარკში ექსკურსიას მოეწყობა. ამ პატარებს დამდეგი შობა ახალი წელი მის ოჯახებს ყველას უსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და 2013 წელი ყოფილიყოს. თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის ამ პატარებისთვის მშვიდობის მომტანი, ბედნიერების მომტანი და მე დარწმუნებული ვარ, ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება. მე მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თითოეულ თანამშრომლებს, რომლებმაც ეს დახმარება გაიგეს თავიანთი ხელფასებიდან და 500 ლარი შეხვდა თითოეულ პატარას. ეს არის ნამდვილად უპრეცედენტო აქცია. ძალიან დიდი თანხა ჩაირიცხა 16,000 ლარის ოდენობის ჩვენ დაწესებულებაში, რაც მთლიანად მოხმარდება ბავშვებს. ასევე 6 თვის განმავლობაში ჩვენ მოვიწევთ დიეტოლოგს, რომელიც შეარჩევს სპეციალურ რაციოს ამ თანხის ფარგლებში და 6 თვის განმავლობაში ბავშვებს ექნებათ უფასო კვება.